მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია და დღეს ესეთი დღე არის, ესე დღესასწაული გილოცავთ. ყველას ბედნიერებას და სიხარულს გისურვებ და უცხოეთში მყოფ ქართველებს, რა თქმა უნდა, პატიმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გიჭირთ, ვინც გაჭირებას შინახართ, ყველას გეწევთ დღევანდელი დღე და რო არ გაკეთებულიყო ესეთერი, არ შეიძლებოდა და რა ვიცი, დღეს მამა ილია თოლორაია გვყავს, სტუმრად არქიმანდრიტი, მამაო, დაგულოცეთ, დიდ მადლობას მოგახსენებთ. დაგლოცოთ და გილოცავთ. დღევანდელ დღეს ფერისვალებას და მიულოცავ ყველა თქვენს მსმენელს. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, მამო, კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის და მამო, თუ შეიძლება ჩვენ ადამიანები რაღაცა ძალიან ხშირად ესე ულოცავთ ერთმანეთს დღეს ყველა ლაპარაკობდა რაღაცა მნიშვნელოვანი დღესასწაული რაღაცა, მაგრამ ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ძირითადად ადამიანებმა ძალიან ისე არ ვიცით. ჩვენ და სამწუხარო და თუ შეიძლება ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე რო ვისაუბროთ და რას ნიშნავს და რა მოგვიტანა და რას მოგვიტანს ეს დღესასწაული, ვინც აღნიშნავთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ადამიანებს ესე აღნიშნავთ ხოლმე, მაგრამ არ ვიცით რაღაცა ისე ზოგს ხილი მიქონდა, ზოგს რაღაცა, მაგრამ უმეტესობად დარწმუნებული ვარ, არც იცის ეს ყველაფერი. რაშია დღეს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს დღესასწაული და თუ შეიძლება რომ გითხრათ ამის შესახებ. დღევანდელი დღე ფერისვალება არის გამორჩეული იმით, რომ დღეს მოხდა ადამიანის შეხვედრა ღმერთთან. ადამიანმა შეიცნო ღმერთი, ადამიანმა ღვთისნათელი დაინახა და იმდენად დატკბა ამ ღვთისნათლის დანახვით და ღვთით იმდენად დატკბა, რომ როგორც სახარებაში წერია, პეტრე მოციქული ამბობს, რომ აქ გავაშენოთო სამი კარავი, ქრისტეს ეუბნება ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას და აქ ვიყოთო, აქ დავრჩეთო. ანუ დღევანდელი დღე ამბობს და გვიცხადებს იმას, თუ რამდენად დიდია სასუფეველი და რამდენად დიდია ღმერთი და რამდენად დიდია ღვთის დანახვა, რომ ყველაფერს გავიწყებს, იმდენად გიყვარდება, იმდენად გიხარია ღმერთში, რომ გინდა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში დარჩე და ღმერთს უყურო. დღევანდელი დღე ფერისვალება ეს სახარებაში არის აღწერილი, სამი მოციქული აღწერს ამის შესახებ, ეს არის მათე მოციქული, მარკოზი და ლუკა. როგორც სახარებაში წერია, მაცხოვარმა აიყვანაო მაღალმთაზე მოციქულები, იქ ილოცა, მოციქულებმა დაინახეს ღვთისნათელი, ამასთანავე ქრისტეს გვერდით არის მოსე, ქრისტეს გვერდით არის ელია და სამი მოციქული, ეს იყო პეტრე, იოანე და იაკობი, რომლებიც ხედავენ ამ დიდებას. საინტერესო ის არის, რომ როდესაც აი ამ მაღალმთაზე აიყვანა, ეს შემთხვევით არ არის, საერთოდ სახარებაში და წმინდა წერილი არც ერთ სიტყვას შემთხვევით არ ხმარობს, ყველა სიტყვაში დევს თავისი შინაარსი და აზრი. აი მაღალმთაზე აყვანა ნიშნავს, რომ აღამაღლა ქრისტე მოციქულები, ამაღლდა პეტრე, იოანე, იაკობი და ამ ამაღლებულმა მოციქულებმა მიწისგან, ამ სოფლიური აზროვნებისგან სოფლისგან ამაღლებულმა მოციქულებმა დაინახეს ქრისტეს ნათელი. ესეც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი არ ამაღლდება მიწისგან, ამ სოფლიური აზროვნებისგან, ის ქრისტეს ნათელს ვერ დაინახავს და სახარებაში არის კიდევ ერთი ესეთი ადგილი, როდესაც ზაქე მებაჟე გაიგებს, რომ ქრისტე მოდის და ამ დროს ლეღვის ხეზე ადის და აქედან დაინახავს ქრისტეს და ანუ ქრისტეს დანახვა სჭირდება ამაღლება. ეს ლეღვის ხეზე ასვლაც ნიშნავს იმას, რომ მოწყდა ის იმ საზოგადოებრივ აზროვნებას. როგორი იქნებოდა ახლა ზაქესთვის, რომელიც მეზორეთა მებაჟეთა მთავარი იყო, ანუ პირველი კაცი იყო და ესეთი პირველი კაცი ბავშვივით იქცევა, ხეზე ადის. უნდა ქრისტე დაინახოს და ანუ ზაქე არ უყურებს იმას, მასზე ხალხი რას იტყვის. არამედ მას უნდა რომ ქრისტე ნახოს, ღმერთი ნახოს და მისთვის მთავარია ღმერთის დანახვა და არა საზოგადოების აზრი. და მთავარი რაც არის ის, რომ ადამიანმა დაივიწყოს ის თუ რას ისაუბრებს მასზე სოფელი. რას საუბრებს მასზე საზოგადოება, არამედ მუდმივად უყუროს და იფიქროს იმაზე თუ რას იტყვის მასზე ღმერთი და როგორ დაინახავს ის ღმერთს. და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, ყველა გზას უნდა მიმართოს და ერთადერთი გზა ეს არის, რომ ამაღლდეს მიწიერი ამ სოფლიური საზოგადოებისგან, იმიტომ რომ ადამიანებს უჭირთ მაინც, ადამიანი მაინც ეკუთვნის, როცა ამ სოფლად ცხოვრობა, ეკუთვნი ამ სოფლის აზროვნებას და აქაურ ხალხს და ფიქრობ, რომ აი ჩემზე რას იტყვიან, ჩემზე რას ფიქრობენ, მაგრამ ღმერთის მნახველი, მსურველი იმის, რომელსაც უნდა რომ ღმერთი ნახოს, ესე არ ფიქრობს და აი ესეთები მიდიან ზუსტად ღმერთთან და ესეთები ხედავენ ღმერთს. და ეს არის დღევანდელი დღის ყველაზე
დიდი მთავარი ის რომ ესე ამაღლდნენ მოციქულები და ესეთმა მოციქულებმა დაინახეს ქრისტეს ნათელი და ამ ნათლით დატკბნენ და საინტერესო არის კიდევ ის რომ როცა პეტრემ დაინახა ქრისტეს ეს ნათელი და თქვა რომ სამი კარავი ავაშენოთო ეს სამი კარავი იფიქრა მან ამ სამი პიროვნებისთვის ქრისტესთვის მოსე და ელიასთვის და ამასთანავე თვითონაც ხო იყვნენ არა სამი აქ იყო პეტრე იოანე და იაკობი ანუ თავისი კარვისთვის არ ფიქრობს ოღონდ მათ ქონდეთ კარვები და თუ ესე სამა დაყო კარავი ანუ თუ ერთ პიროვნებისთვის ერთი კარავი გამოყო მაშინ თვითონაც ხო უნდა დაჭირვებოდა რა როგორც ერთ პიროვნებას კარავი ასევე დაჭირვებოდა უნდა იოანეს და იაკობსაც მაგრამ ესეც იმას ნიშნავს რომ პეტრეს კარავი იყო ზუსტად ის ქრისტეს კარავი თუ ქრისტეს კარავი იქ იქნებოდა ის უკვე ქრისტეს კარვით იქნებოდა იმდენად დამტკბარი რომ მას თავისი კარავი უკვე არ ჭირდებოდა და აი ესე ადამიანი რომელიც ღმერთს დაინახავს მთელ თავის ცხოვრებას თავის სახლს თავის ბედნიერებას ღმერთში ხედავს და ღმერთს ევედრება რომ უყუროს ღმერთს მეტი მას არაფერი არ უნდა და აი ესე არის დღევანდელი დღის შინაარსი რომ იმდენად დიდია ნეტარება ღვთაებრივი ნათლის დანახვის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მომო ესეთ ლამაზი ახსნისათვის და თუ შეიძლება მომო ეს ახლა ლოცვასაც შეეხება და აი რატო არის ხოლმე ადამიანები მაინც უცდილობთ რომ ჩვენ აი ეს ჩვენი შინაგანი რაღაცა გამოვიტანოთ ისე რომ სხვებმა მართლა არ გვაინტერესებდეს ღმერთი რა სიტყვის ჩვენზე და ვიღაცა ჩვენი რაღაცა ჩვენს გვერდში მდგომების სიტყვაზე გავითვალისწინოთ და ფიქრობთ სულ იმაზე რომ აი ისინი რა სიტყვიან ჩვენზე. რატო ხდება ხოლმე ეს? აი თქვენ ხო წეგან ამბობდით რომ ადამიანს არ აინტერესებდაო მოციქულსო რომ რა სიტყვის მასზე სიტყვაზე სხვა აინტერესებდა ისო ღმერთს თუ გაახარებს ის და ღმერთი როგორ იქნება და ღმერთის და ჩვენ პირიქით ხო ჩვენ ვცდილობთ სულ ყოველთვის რომ რაღაცა აი ჩვენს გარშემო ვინც არიან ფიზიკურად ვისაც ხედავთ იმათთან აი მათ მოვაჩვენოთ თუნდაც ჩვენი ლოცვაც მოვაჩვენოთ ისე რომ ჩვენზე ილაპარაკონ კარგი და მათ თვალში ვიყოთ კარგი და დანარჩენის თვალში არ გვაინტერესებს სიტყვაზე და ზეცის თვალში ჩვენ რა ვართ აი ეს რატო ცდილობს მამა ადამიანი დღევანდელი ადამიანი თან მithumet ეს ესეც იმიტომ არის რომ ადამიანი ღმერთს არ იცნობს არ იცის ღმერთი ვინ არის თუ ადამიანმა ღმერთი გაიცნო ვინ არის მას ავიწყდება ანუ თავარი ის არის რომ გაიგო ქრისტე და მე ამ სოფლის დავიწყება და დავიწყება იმის რომ შენზე რა სიტყვიან ეს ბუნებრივად მოხდება თავარი არ შენ დაიბადო ღმერთში და ამის შემდეგ ეს შენთვის პრობლემა არ არის. ეს არის ჯერ კიდევ იმ ადამიანებისთვის პრობლემა, რომლებსაც ღმერთი არ უხილავთ, რომლებსაც ქრისტე არ გაუგიათ, ვინ არის. და ესეთი ადამიანები თავისთავად აი ამ მიწის და აი მიწიერ სამყაროში არიან ჩაკეტილი და მე აქაურობას ეკუთვნიან, მაგრამ თუ ის ნახე, მე მხოლოდ მასთან გინდა დარჩე და მას უყურო. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამაო და ღმერთმა ეხა თავის ამაღლებით ამბობენ და წმინდა მამები განმარტავენ რომ ძველი და ახალი აღთქმა შეახვედრა ერთმანეთსო და ეს ყველამ გაითავისა სიტყვაზე რომ ძველი აღთქმის მამები შეხვდნენ ახალი აღთქმის მამების სიტყვაზე მაგრამ დღეს ჩვენ ამ ორივეს ერთად ვერ ვაერთიანებთ რაღაც მიუხედავად იმისა რომ ბევრი მაგალითები გვაქვს წიგნები გვაქვს თითქოს ამბობენ რომ დაიხვეწა ადამიანი და ძალიან მაგარი ჭკვიანები ვართ და გენიოსები ვართ ხო იმის მე რამდენი საუკუნე გავიდა ხო მაგრამ აი დღეს ამას ჩვენ აი მაშინ რაღაცნაირად არ ვიცი რამ გაათავისებინა მაშინდელ ადამიანს და რით ვერ ითავისებს დღევანდელი ადამიანი ამდენი საუკუნის შემდეგ ამ ყველაფერს მამო. იმიტომ ჩვენ რაღაცნაირად ვინც კითხულობს ორივე სიტყვაზე ზოგს უნდა ძველ აღთქმაში დარჩება, ზოგს ახალ აღთქმაში და ორივეს ერთად ვერავინ ვერ ითვალისწინებს. ძალიან იშვიათად ითვალისწინებენ ადამიანები, რომლებსაც ნუ მე სწორგზას ადგანა, რომლებიც და ჩვენთან ძალიან ძნელი არის ეს ყველაფერი რა. იმიტომ რაღაცა რადიკალიზმი და ის კიდევ ისევ არ მინდა სხვა თემაზე გადავიდე, მაგრამ აი რაღაცა რადიკალური აზროვნება აქვს, თან რაღაცა ისეთი სხვანაირ უფრო მოშვებული აზროვნება და თუ შეიძლება მამო, აი როგორ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ძველი აღთქმის წმინდანები ვინც იცის და ვინც იქ არის დარჩენილი და აქეთკენ აღარ გადმოს. რაღაცნაირად აქედან და ორივე არის და გასათვალისწინებელია ხო ძალიან, ხო? ფერისვალების დღესასწაულზე როცა ვხედავთ იქ არის ქრისტე ერთი პიროვნება და შემდეგ არის ორი მოსე და ელია ძველ აღთქმაში მოღვაწე ორი პიროვნება და სამი ახალ აღთქმაში პეტრე, იოანე და იაკობი
და აი ამათი გაერთიანება როცა ხდება ქრისტეში დღეს აი ძველი და ახალი აღთქმის გაერთიანება ეს ხდება გამომდინარე იქიდან რომ ამათმა შეიცვნეს ქრისტე თუ ორმა ადამიანმა სწორად დაინახა ქრისტე მაშინ ორივე ერთნაირად აზროვნებს იმიტომ რომ ორივე ქრისტეთი აზროვნებს განსხვავებული აზროვნება განსხვავებული ხედვა ეს ხდება მაშინ როდესაც შეიძლება ერთმა სწორად დაინახოს და მეორემ სწორად ვერ დაინახოს აი ამ დროს რა თქმა უნდა ისინი ვერ ერთიანდებიან თუ ორივემ სწორად დაინახა ამ დროს ერთიანდებიან და ძველი აღთქმის ადამიანები მოსე და ილია რომლებიც ღვთისნათელს ხედავენ რომლებიც ღვთით ნეტარებენ აი ეს ღვთისნათელი და ღვთისნეტარება რო განიცადეს პეტრემ იაკობმა და იონამ ამ დროს გაერთიანდნენ ამიტომ ორი ადამიანის მშვიდობა, ორი ადამიანის გაერთიანება ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ეს ორი ადამიანი შეიცნობს ქრისტეს სწორად. და აი მოსე და ელიაც რო გავშალოთ უფრო თემაც, აი რატო მაინც და მაინც ეს ორი ადამიანი ძველი აღთქმიდან და რატო არ გამოჩნდა ქრისტეს გვერდით სხვა წინასწარმეტყველები და რატო იყვნენ ეს ორნი და როგორც მამები ამბობენ, მოსე ეს არის რჯული და ილია წინასწარმეტყველი ეს არის წინასწარმეტყველება და ამით ქრისტე იმას ამბობს რომ რჯული და წინასწარმეტყველება ჩემზე საუბრობს ანუ თუ ამ ორ ადამიანს მოусმენ ანუ თუ მოусმენ რჯულს და თუ მოусმენ წინასწარმეტყველებას აუცილებლად ეს ორი ქრისტესთან მიგიყვანს და ეს არის თავარი რომ ადამიანი რო ქრისტემდე მივიდეს აი ეს თაბორის ნათელი ნახოს ის ღვთაებრივი ნეტარება განიცადოს აუცილებელია რომ წმინდა წერილით იხემძღვანელოს რჯულით წინასწარმეტყველებით რომლებიც ამბობენ ქრისტეზე და რომლებიც გვიჩვენებენ ქრისტესკენ მიმავალ გზას და თუ ამ გზით მიდიხარ აი ამ შემეცნების გზით აუცილებლად დაინახავ ქრისტეს და ამ დღევანდელ დღეს კიდევ არის ესეთი საინტერესო ისიც რომ მოსე და ელია ქრისტეს გვერდით საუბრობენ ჯვარცმაზე ქრისტეს ამ ქვეყნიდან გასვლაზე და პეტრე იაკობი და იოანე უსმენენ ამ საუბარს და რატო საუბრობენ მოსე და ელია მაინც და მაინც ჯვარცმაზე რატო ხო შეიძლება რა უფრო მაგალითად ვთქვათ ესაუბრათ აღდგომაზე, ამაღლებაზე, სულთმოფენობაზე, რატომ მაინც და მაინც ამ დღეზე ჯვარცმაზე და ესეც იმიტომ რომ ჯვარცმა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ეშმაკს გონია რომ აი ამ ჯვარცმით ქრისტეს დაამარცხებს და ვერ ნახა ის რომ ამით თვითონ დამარცხდა. ანუ ჯვარცმა არის ქრისტემ რომ გაიმარჯვა ეშმაკზე, გამარჯვების დღეა. და ამ გამარჯვებაზე საუბრობენ, იმიტომ რომ ხვალ აუცილებლად ნახავენ მოციქულები იცის ქრისტემ რომ დადგება ჯვარცმის დღე და როცა ხედავდნენ ესეთ მოძღვარს დიდს, დიდებულს, რომელიც ლაზარეს აღადგენს მკვდარს, რომელიც სასაულებს ახდენს, აი ესეც რო ნახავენ ჯვარზე მკვდარს არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში, მწუხარებაში, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანი გიყვარს და ესეთი ადამიანი კვდება, თავისთავად მწუხარება შემოდის შენში. და აქ არის ზუსტად სწავლება იმაზე, რომ ამაზე არ დამწუხრდნენ, ეს ის ღმერთია, ეს ის ნათელია, რომელიც არასოდეს არ კვდება, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და იმ ჯვარცმის დროსაც მან გაიმარჯვა ეშმაკზე და ამიტომ წინ დაწინ უჩვენა, რომ მე ღმერთი ვარ, მე გავიმარჯვებ და თქვენ ნუ შეწუხდებით. აი ეს არის საიდუმლო საუბრის იმ თუ რაზე რატომ ისაუბრეს მაინც და მაინც მოსემ და ილიამ გასვლაზე, ანუ ქრისტეს ჯვარცმაზე და რო დავაკვირდებით მშვიდია მოსეს და ილიას საუბარი ქრისტესთან და სახარებაში წერია რომ ნათელი ნახეს პეტრემ და მოციქულებმაც მაგრამ შეეშინდათ შიშის განცდაც ჰქონდათ ანუ ესენი მომავალს ვერ ხედავენ სრული განგებულება ქრისტეს მოქმედების მათთვის მაინც არ არის ცნობილი ხედავენ ათას მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან თუ რა იქნება შემდეგში და მოსე და ილია ხედავენ ათას და ამასთანავე იციან მთელი განგებულება ქრისტესი და ესეც იმას ნიშნავს რომ ადამიანი რომელიც შეიცნობს ქრისტეს მთელ განგებულებას მისი მოქმედების ყველა საიდუმლოს ესეთი ადამიანი შემდეგ როგორც მოსე და ილია ისე მშვიდად ღვთისმეტყველებს და ისე მშვიდად განისვენებს ღმერთში რომ მას არაფრის არ ეშინია იმიტომ რომ იცის რომ სიკვდილის სინამდვილეში არ არის ის რაც ადამიანს წარმოუდგენია და ეს არის კიდევ დღევანდელი დღის ესეთი დიდი ის რომ ანუ დაინახო ქრისტე მისი სწავლება, მისი შინაარსი მთელი ცხოვრების და ამ დროს თავისთავად როგორც მოსე და ელიამ შვიდად ღვთისმეტყველებდა უყურებ აი ამ დიდ ნათელს.
დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამაო და მაინც აი ღმერთს მამაო, აი რატო არის ადამიანი ეგრე, რომ სულ ჭირდება ღმერთს იმის ტკიცება, რომ ღმერთი არის. და უმაგისოთ ეხლა ლოგიკურად არ უნდა იცოდე რომ სიტყვაზე ეხლა წყალი რო გინდა და წყლის გარეშე რო არ შეიძლება ეგრე უღმერთოთ რომ ვერ გაცილებ სიტყვაზე ხო უნდა იცოდე მაგრამ რაღაცა ღმერთს უჭირდება იმის ტკიცება შენთან რომ სიტყვაზე რაღაცა ის არსებობს და რაღაცა შენს უკითხებში ხარ იმაში ხარ და რატო ჭირდება მამო ადამიანს ეს თვითონ ანუ აი ეს სისუსტე რატო აქვს ამ დროს რაღაცა აი საკვებია რაღაცა რომ უნდა ხო საერთოდ არ ფიქრობს იმას ჭირდება თორე ეგრე მიიღებს და რაღაცა კმაყოფილდება ხოლმე და აი მომენტში რატო ჭირდება ღმერთს სულ რაღაც აი ადამიანს სულ კმაყოფილოა სულ უყურებს აი ღმერთო ხარ არ ხარ რაღაცა სულ კითხვის ქვეშ არის სულ რაღაცა იმაშია და ღმერთის რაღაცა იქ ფერისცვალება იქ რაღაცა იმიტომ რაღაცა რატო ჭირდება ხოლმე ღმერთს მამაო სულ იმის ტკიცება რომ თვითონ არის ჩვენი მშობელი და ჩვენი ყველაფერი იმიტომ რაღაც ადამიანები რაც უნდა მორწმუნე იყოს ხანდახანდა ხშირად ვარდება ხოლმე სასუწაკვეთაში და სულ რაღაცა უკმაყოფილო ხ სასუწაკვეთა უკვე ღმერთის ის არის გმობა ხო ფაქტიურად რაღაცნაირად ჭყალებში ხო შენი თუ ვიღაცის იმედი არ გაქვს ხო და ღმერთის ხო მით უმეტეს ხო და თუ შეიძლება მამაო რატო ჭირდება ხოლმე სულ ესეთი რაღაცა რომ აი თან მიუხედავად იმისა რომ დაგიმტკიცებს მე კიდე აი წამოხვალ და შეიძლება ჯვარცმული ღმერთი ნახო და აგერ იმისი არ იყოს იცოდე რომ იყო ხო ფერნაცვალი და აგერ ჯვარცმული ნახეს და არ დაიჯერეს მე კიდე რამდენი ხანი ხო სიტყვაზე არის ხო ესეთი მომენტი ხო და აი რატო ჭირდება მამო აი ეს ფერისცვალება სულ ჩვენ ცხოვრებაში რატო გჭირდება საერთოდ ღმერთს როდესაც ჭირდება რომ ადამიანს დაანახოს ის თუ ვინ არის ამაზე თუ რო განვმარტოთ არის კარგი ის რომ აი თუნდაც დღევანდელი დღე არის ნათლის დანახვის დღე მაგრამ აი ამ ნათლის დანახვაც არ არის საკმარისი იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანმა ნათელი დაინახოს და აი ამ ნათლის დამნახველმა ადამიანმა შემდეგ ღმერთი უარყოს და ღმერთი დაკარგოს და ამისი მაგალითი არის ანგელოზი რომელიც იყო ნათელში რომელიც ხედავდა ნათელს და რომელიც შემდეგ განუდგა და ეშმაკი გახდა და ხედავდა ნათელს მაგრამ განუდგა იმიტომ რომ მან ღმერთი უკვე არასწორად დაინახა იმიტომ რომ როდესაც იფიქრა ანგელოზმა რომ მე ავმაღლდები და ღმერთზე დიდი გავხდები ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთზე ცოდნა დაკარგა იმიტომ რომ ღმერთზე დიდი როგორ გახდები როცა ღმერთი უდიდესია როგორ ამაღლდები ღმერთზე როდესაც ყველაზე უფრო მაღალია და აი ამ ცოდნის დაკარგვამ ღვთის შესახებ თავისთავად დააკარგვინა ღმერთი და დაკარგა ის ნათელიც და დღეს ამის შემდეგ არის რომ ეშმაკი ადამს ევას სამოთხეში ღმერთს ისევ არასწორად დაანახებს ამათმაც ღმერთი არასწორად დაინახეს სამოთხეში იყვნენ და ღმერთი დაკარგეს და ანუ ღმერთს ადამიანი კარგავს იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანი კარგავს ღვთის შესახებ ცოდნას მაგრამ თუ ადამიანმა ღმერთის შესახებ ცოდნა სწორად იცის ის ღმერთს არასდროს არ დაკარგავს ამიტომ თავარი არის ის რომ ჩვენ გქონდეს ღვთის შესახებ სწორი ცოდნა აი დღევანდელი დღეც როცა მოციქულები ნათელს ხედავენ და ტკბებიან ქრისტეს ნათლით ამ დროს ზეციდან მამის ხმა გაისმის და არის ესეთი სიტყვები რომ ესე არ ძე ჩემი საყვარელი და მაგისი ისმინეთ ანუ აი ამ ნათლის დამნახველებს მამა ისევ მოუწოდებს იმისკენ რომ მათ ქრისტეს უსმინონ ანუ ქრისტეს სმენა და ქრისტეს გაგება უფრო დიდია იმიტომ რომ თუ ქრისტეს ვერ გაუგებენ და მას არ მოусმენენ შეიძლება ეს ნათელი დაკარგონ და თუ გინდა რომ ამ ნათელში დარჩე და ქრისტეს ნათლით კვებოდე აუცილებლად მუდმივად უნდა უსმენდე ქრისტეს სიტყვას და საერთოდ მართლმადიდებლობის მთელი პირველი მცნება რო ვთქვათ ესე რაც არის მართლმადიდებლობაში და რაც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ადამიანმა რაზეც უნდა იფიქროს ეს არის რომ მან მოახდინოს რწმენა და სმენა დაჯერება ქრისტესი ჩვენ ვიცით რომ მართლმადიდებლობის სიმბოლო მრწამსი რომელიც იწყება სიტყვებით რომ წამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მყრობელი არ იწყება მიყვარს ერთი ღმერთი მაშინ როდესაც ვიცით რომ სიყვარული უფრო დიდი სათნოებაა ხო სიყვარული არის სათნოებათა შორის უმაღლესი სათნოება და რატომ არ იწყება ესე რომ მიყვარს ერთი ღმერთი და რატო იწყება მწამს ერთი ღმერთი ესე იმიტომ რომ რწმენა ანუ დაჯერება სმენა ქრისტესი ეს იმას ნიშნავს რომ აუცილებლად მიხვალ სიყვარულამდე და აქედან იწყება ქრისტეს სიყვარული თუ არ დაუჯერებ თუ არ უსმენ მაშინ საიდან შეგიყვარდება და მთავარი არის ის რომ ადამიანმა მოახდინოს ღმერთის სწორი ცოდნა და ღმერთი ცდილობს მუდმივად რომ ჩვენ მოგცეს
სწავლება და გვიცხადებს ამას ძველი აღთქმით, წინასწარმეტყველებებით, რჯულით, შემდეგ თავისთავად თვითონ განკაცდა და მოვიდა და თავისი პირით განგვიცხადა თუ რა მოსწონს ღმერთს და რა უნდა ღმერთს. და ვინც ეს სწორად გაიგო თუ რა უნდა ღმერთს, აი ეს არასდროს არ მოშორდება ღმერთს და აი რაც შეეხება ნათლის დანახვას მაგალითად პავლე მოციქულმა დასაწყისში ნახა ნათელი, მაგრამ მათეს არ უხილავს. აი ხა თაბორის მთაზე მათე არ დგას, ვიცით რომ ამ სამ მოციქულთაგან მათე არ არის და სახარების დასაწყისშიც არ არის ესე რომ მათეს ცხოვრების დასაწყისში რომ მათემ პირდაპირ ქრისტეს ნათელი ნახა. აი პავლესთან სხვანაირად არის, პავლემ ნათელი ნახა და ესეც ღვთის განგებულებაა, ღვთის სიბრძნეა, ღმერთმა თვითონ იცის თუ რა დროს უნდა დაანახოს ადამიანს თავისი ნათელი და ისააკ ასური ამბობს ასეთ სიტყვებს რომ ვიღაცას ღმერთი დასაწყისში უჩვენებს თავის ნათელს, ვიღაცას შუაში და ვიღაცას დასასრულს. ეს უკვე ღვთის განგებულებაა და ადამიანის ცხოვრების მიზანი, ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ჩვენ ცნებები დავიცვათ, ზნეობრივად ვიცხოვროთ, სწორად ვიცხოვროთ და აი ნათლის დანახვა უკვე თავისთავად იქნება აი ამ ყველაფრის შედეგი. ამიტომ დღეს მოხვიდე ეკლესიის წიაღში და ფიქრობდე რომ აი ეს ნათელი უნდა ვნახო, ნათელი კი არ უნდა ნახო, არამედ სწორად უნდა იცხოვრო. და ეს ნათლის დანახვა უკვე ღმერთზეა. ჩვენგან არის ჩვენი მხრიდან სწორი და წმინდა ცხოვრება და უკვე ღვთის მხრიდან არის ის რომ ღმერთი რა დროს განგვიცხადებს ამ თავის ნათელს და აი მაგალითად რო ვთქვა რომ როდესაც მივდივარ მე მეფესთან და თუ მე მეფეს პატივს ვცემ, რა თქმა უნდა მოვემზადები ხო სუფთად იცმევ და განეწყობი და ემზადები მეფეს უნდა შეხვდე ხო დიც ეს არის შენი განწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ ამის გამო მეფე კარს გაგიღებს. უკვე მეფის მოწყალებაზეა ის რომ მან კარი გაგიღოს თუ არ გაგიღოს. ეს არის შენი დამოკიდებულება და როცა შენ მიდიხარ ესე მომზადებული მეფესთან, ამით მეფეს უჩვენებ რომ შენ პატივს ვცემ მას. მაგრამ არ უნდა ფიქრობდე იმას, რომ აი მე მეკუთვნის ახლა რომ მეფემ კარი გამიღოს. ეს ისევ მეფის მოწყალებაზეა და აი ესე ჩვენი ცხოვრებით, პატიოსანი წმინდა ზნეობრივი ცხოვრებით, ჩვენ უცხადებთ ღმერთს, რომ ჩვენ გვინდა მასთან ყოფნა და შემდეგ ამასთანავე ვედრებით ღმერთს, რომ ღმერთმა გვიჩვენოს თავისი ნათელი, ის სასუფეველი, ის ნეტარება და ღმერთი რა თქმა უნდა არავის არ დატოვებს, შეუძლებელია ვინმემ ითხოვოს ღმერთთან ყოფნა და ღმერთმა მას უარი უთხრას. ამიტომ არის რომ თავარი არის რომ ვიცოდეთ ღმერთი ვინ არის, რა მოსწონს მას და რა უნდა მას. საერთოდ სიყვარული ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ღმერთს ყველა მოსწონს. სხვა არის სიყვარული და სხვა არის მოწონება. აი სიყვარული ღმერთს უყვარს თავისთავად პეტრეც, ანდრეაც, იუდაც, ჰეროდეც უყვარდა, ყველა უყვარდა. შეუძლებელია ღმერთს ყველა არ უყვარდეს, მაგრამ ამასთანავე ღმერთს ყველა მოქმედება არ მოუწონებია. იყო როდესაც პეტრეს უთხრა რომ შენ სატანა ხარო და გამშორდიო, ანუ არ მოიწონა მისი ეს მოქმედება. არის ადგილი სახარებაში, როდესაც ქრისტემ ჰეროდეს მელა უწოდა, ფარისეულებს და სადუკეულებს გველი უწოდა. ანუ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, მოქმედებიდან გამომდინარე, ქრისტემ ყველას თავისი სახელი დაარქვა. არის როცა მოიწონებს შენს მოქმედებას და არის როცა არ მოიწონებს შენს მოქმედებას. აი ამ მოწონებაში უკვე გვიჩვენებს იმას, რომ აი ესე გააგრძელე. და აი ამ არ მოწონებაში გვეუბნება იმას, რომ ესე ნუ გააკეთებ. აი როცა პეტრემ შეიცნო ქრისტე, როდესაც ქრისტემ კითხვა დასვა, ვინ გონი ვართ მე მოციქულებს როცა კითხა, მაშინ პეტრე ამბობს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა, ცხოველისა და ცოცხალი ღმერთი ხარო და ამ დროს ქრისტე მოიწონა პეტრეს ეს სიტყვები და უთხრა, რომ შენ ხარო კლდე, აი ამ დროს შეაქო. ანუ ამით უთხრა, რომ გააგრძელე ესე. იყავი ესეთი მომწონ ხარ მე შენ. და აი ამ დროს ხდება კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის და აი ამ კიდევ ერთი ამ თავარი საინტერესო ის რომ ერთხელ მამა დოროთემ კარგად აღნიშნა სახარებიდან ეს მომენტი რომ როდესაც მოციქულები დღეს ფერისცვალებას ხედავენ ქრისტეს ნათელს ამ დროს არაქებს ქრისტე პეტრეს არ ეუბნება რომ შენ ხარ ნეტარი მაგრამ როდესაც პეტრემ შეიცნო ქრისტე როგორც ძე ღვთისა აი ამ დროს უკვე შეაქო და უთხრა რომ შენ ხარ კლდე, შენ ხარ ნეტარი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან შენ, იმიტომ რომ ქრისტეს შემეცნებას, მის სწორ დანახვას ჯოჯოხეთის ბჭი, ანუ მთელი საკრებულო ჯოჯოხეთის ვერ მოერევა. მაგრამ აი ნათლის დამნახველი მხოლოდ, რომელიც არ გააგრძელებს შემდეგ ქრისტეს შემეცნების ცხოვრებას, აი შეიძლება დაკარგოს.
და ამიტომ ქრისტე და ღმერთი მუდმივად ცდილობს ჩვენი შემოქმედი რომ ჩვენ სწორად დავინახოთ ის და მუდმივად გვასწავლის იმას რომ გავიგოთ თუ ვინ არის ის და რა უნდა მას. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და მამაო თუ შეიძლება აქედან გადავალ აუცილებლად ჯვარცმასთან დაკავშირებით. წეგან ახსენეთ თქვენ და იგივე ქრისტე როცა იყო ჯვარცმული მამაო, რომელიც იქამდე ნახეს რაღაცა ფერნაცვალი და ესეთ მაღალ მდგომარეობაში, შემდეგ ჯვარცმული ქრისტე ადამიანებზეც მინდა რომ გადავიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მე შემდეგ არავის არ უნდა და ბჭყალებში ეხლა უბრალოდ ისა რომ ქვია რაღაცა ბევრმა ადამიანმა ვერ მიიღო ისე როგორც ღმერთი. ანუ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს, მამო, რაღაც ცოტა ერულ კითხვასაც გისვამთ ეხლა, რომ აი როცა ადამიანები სიტყვაზე, იგივე ადამიანები როცა მაღალ მდგომარეობაში არიან, როცა მართლა გაღმერთებული გყავს და ღმერთივით არიან, ხო შენთვის ბჭყალებში ღმერთივით რა თქმა უნდა, კაი მდგომარეობაში არიან. შემდეგ იგივე ადამიანები დაცემულები შეიძლება ისე აღარ გიყვარდეს. და რა უნდა ქნას მამაო ადამიანმა როცა ის ადამიანი რომ დღეს არის რაღაცა ზენიტში ყველას უყვარს და შემდეგ შეიძლება რაღაცა მდგომარეობაში იყოს და იმ მომენტში უკვე სხვა ადამიანებს აღარ უყვარდეს და ეს ერშიც ხდება ხოლმე მამაო რა ის ხო ჩვენ თავზეც ხდება ხო რაც იქ მოხდა და ხშირ შემთხვევაში და როგორ უნდა გავაკეთოთ მამაო რომ ის ადამიანები დაცემულების და ცუდ მდგომარეობაში გვიყვარდე როცა არ გვიმტკიცები რომ მაგრები არის უბრალოდ რაღაცა პრობლემა აქვს და იმის ქვეშაც რომ მაინც გვიყვარდეს რა ანუ ბევრი ადამიანი აი ძალიან ცუდი რა არის ის თმა ბოდიში გიხდით რომ ავაზაკმა შეიძლება აღიაროს და ვიღაცა დღეს რო მთელი დღე რაღაცა ლოცვაშია და რაღაცა მაგარი როგორია თავი შეიძლება ისე ჩაუაროს ხო გაჭირებაში მყოფ ადამიანს რომ საერთოდ ის მოიცარა და აერიდოს რა მამაო და თუ შეიძლება აი ძალიან გული მწყდება ხოლმე ამასთან რაღაცა იმაზე მიდის ის მადლი ეს მთელი დღე შეიძლება ლოცულობდეს და ამან ვერ დაინახოს მართალი ვერ გაარჩიოს იმისაგან ხო თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით თქვენ ეს იმას ნიშნავს რომ თუ ადამიანი მთელი დღე ლოცულობს და ღმერთთან არის და შემდეგ სხვა ადამიანებს ხელს კრავს და არ უყვარს ეს ადამიანი სინამდვილეში ღმერთთან არ ყოფილა. იმიტომ რომ ღმერთთან ყოფნა ნიშნავს იმას რომ ღმერთს გავხარ. აი საზომი იმის ვარ თუ არა ღმერთთან. ამისი საზომი არის ის რომ რამდენად გავარ ღმერთს. და როცა ვამბობთ რომ ღმერთს ყველა უყვარს, მაშინ შენც უნდა გიყვარდეს. და თუ შენ არ გიყვარს და გონია რომ ღმერთთან ხარ, ღმერთთან არ ხარ, იმიტომ რომ შეუძლებელია იყო სიყვარულთან და სიყვარულს არ მიემსგავსო. არ იყო მისი მსგავსი. და რაც შეეხება სხვა რომ ვიღაცებთან არიან იმიტომ რომ დღეს რაღაც საჭიროებები აქვთ ესეც არიან ის ადამიანები რომლებიც სინამდვილეში ანგარებით არიან და მათ არც ღმერთი უყვართ და არც ადამიანი. ადამიანის სიყვარული არის პავლე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს რომ გეძიებთ თქვენ და არა თქვენსას. ანუ თქვენსას კი არ ვეძებო თქვენთან ყოფნის დროს. არამედ თქვენ გეძებთო. აი ეს არის ყველაზე მთავარი რომ ადამიანი ადამიანთან ურთიერთობაში არ ეძებდეს რაღაც იმ ადამიანისას, არამედ იმ ადამიანს ეძებდეს, იმ ადამიანის გამო უნდა იყოს და არა იმის გამო რომ ამ ადამიანისგან შეიძლება პატივი მიიღოს, სიმდიდრე მიიღოს, ვერცხლი მიიღოს, იმიტომ რომ სინამდვილეში ამ დროს ადამიანთან არ ხარ. სინამდვილეში ამ დროს არც მეგობარი ხარ ამ ადამიანის, არ გიყვარს ეს ადამიანი, უბრალოდ რაღაცა საჭიროების გამო ხარ და ეს საჭიროება როცა არ იქნება, თავისთავად ამ ადამიანისგანაც მიდიხარ. დიახ, იცით რატომ მამაო, ეშინიათ ადამიანებს ცუდად გახდომის და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ ძალიან ცუდად არის, ძალიან ბევრი პრობლემის ქვეშ არის და მართლა ლამის აი ჯვარცმულია ისე წვალობს, მაგრამ სხვა ადამიანებს წინაშე მალავს, იმიტომ რომ არ დარჩეს მარტო. დღეს ესეთ სიტუაცია, აი ეს არის თუნდაც ქრისტიანების წინაშე, დღეს რომ ზოგს მოაქვს ქრისტიანა თავი, ზოგს სხვა ადამიანების წინაშე, ეხა არ მაქვს საუბარი უბრალოდ და აი რა უნდა ქნას მამაო ადამიანმა, რომ აი თუნდაც ისეთიც აიტანოს, დაითმინოს, იმიტომ რაღაც ადამიანებსაც სხვებსაც ვერ იმას ვიზამ, იმიტომ რომ რა ვერ მოთხო, იმიტომ რომ ყველა შეიძლება თავისი რაღაცა ჭირდეს, მაგრამ რაღაცნაირად აი ერთმანეთზე ზრუნველობა დაკარგეს ადამიანებმა რა და ნუ კარგად ყოფ შეიძლება ყველა ზრუნავს უკვე, ვისაც არ ჭირდება, იმას შეიძლება იზრუნო, მაგრამ სულად რო არის, იმაზე არავინ არ ზრუნავს ხოლმე და აი ეს როგორ უნდა იმას ქნან მამაო, ანუ როგორ უნდა დაძლიოს ეს, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩემი პრობლემაც იყოს, თქვენიც, ვიღაცის ნებისმიერის იყოს, მაგრამ ხვალ ვის
რა მოუვა სიტყვაზე ხო არ იცის ადამიანმა და აი ამასთან დაკავშირებით ანუ როგორ უნდა ავიტანოთ მამაო ეს ყველაფერი ისე რომ აი ჩვენც მნიშვნელობა არ ქონდეს ეხა ის მაგრა იქნება თუ ცუდად იქნება ჩემია მიყვარს და უნდა მყავდეს მე აი ესეთი მომენტი რო არ მობეზდეთ ადამიანებს ერთმანეთს ადამიანებს ერთმანეთი რო არ მობეზრდეთ ერთადერთი რაც არის ადამიანმა უნდა გაიაზროს ის რომ ჩვენ ერთი ღვთისშვილები ვართ ჩვენ ესე რომ ვთქვათ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმისთვის რომ აი ამ სამყაროდან ისე გავიდეთ რომ მოვახერხოთ ამ სამყაროში ერთმანეთის დახმარებით ქრისტეს შეცნობა. აი როგორც ავადმყოფები განიცდიან ერთმანეთის ავადმყოფობასაც, ხო, ერთმანეთს ანუგეშებენ, იმიტომ რომ იციან რომ აი ამ ავადმყოფოში ყველა ავადმყოფია. აქ არავინ არ არის გასაკიცხი, იმიტომ რომ ავადმყოფია. ეგ რეალობაა, ავადმყოფოში ავადმყოფები არიან და ერთმანეთს ეხმარებიან, თუ ერთი განიკურნება, მეორეს უხარია, იმიტომ რომ მისთვის ეს იმედია, ის განკურნებული თავისთავად ცდილობს იმას, რომ დაეხმაროს იმას, რომელიც ჯერ არ არის განკურნებული და ესეც ზრუნავს იმაზე და როცა გავიაზრებთ იმას, რომ აი ამ სამყაროში ყველანი ეს ერთი დიდი საავადმყოფოა, სადაც ჩვენ ადამიანები, ეს დაცემული ადამიანები ამ სამყაროში ვიბადებით, თუ გავიაზრებთ იმას, რომ ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და ყველა ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ ამ დროს რა თქმა უნდა არავინ დაცემულს არ უარყოფს ყველა აღზგარი დაცემულს დაეხმარება და ყველა დაცემულიცაც არ შეშურდება აი მაგალითად ვინმე ცოდვაშია და დაინახა რომ ვიღაცამ რაღაც სათნოების წორვალს მიაღწია და რაღაც წმინდა გახდა გაუხარდება იმიტომ რომ მიბაძავს მას ესეც და ამ დროს ესეც განიკურნება და თუ ესე ვიქნებით, რა თქმა უნდა, არასდროს ერთმანეთს არ დავკარგავთ. აი, სახარებაში არის ერთი ესეთი კიდევ ადგილი სახარებიდან რომ განმარტოთ, როდესაც პეტრე მოციქული ჯვარცმის დროს ამბობს მაცხოვარზე არ ვიცნობო და აი ამ არცნობით უარყოფს ქრისტეს, ამის შემდეგ ბრუნდება პეტრე და თავისთავად ნანობს, სინანული აქვს და მოციქულებთან მოდის, თავის ძმებთან და ეუბნება რომ წავედიო სათევზაოდ. და ამ დროს მოციქულები არ ტოვებენ, ეუბნებიან რომ ჩვენ შენთან ერთად წამოვალთო. აი ესეთი პეტრე არ დატოვეს მოციქულებმა და გაყვნენ პეტრეს და როცა უკვე შევიდნენ ნავით და თევზს იჭერენ, ამ დროს ნაპირზე ქრისტე გამოჩნდება. აღდგარი ქრისტე მოდის ესეც სამეგობროსთან, ესეც ადამიანებთან, რომლებიც ერთმანეთს ტვირთულობენ, ერთმანეთს არ უარყოფენ და როცა ქრისტე გამოჩნდა, იოანემ დაინახა. პირველი სახარებაში წერია, რომ იოანემ იცნო, რომ ქრისტე იდგა ნაპირზე და როცა ღმერთი დაინახა, პირველი თვითონ კი არ წავიდა. პეტრეს ეუბნება, რომ უფალი არისო. ანუ იოანემ იცის, რომ პეტრე ნანობს, პეტრეს სინანულის განცდა გააჩნია, პეტრემ ქრისტე ამ შემთხვევაში ესე შიშით უარყო, მაგრამ შინაგანად ნამდვილად არ არის უარყოფილი, სხვა არის საერთოდ შიშით უარყოფა. და რაღაც ადამიანური გრძნობით, ინსტინქტით, სისუსტით და სხვა არის, როცა ის შინაგანად გადაწყვეტილი უარყოფა. აი რაც იყო იუდა. იუდა შინაგანად უარყოფილი იყო და ამიტომ მას არც სამეგობრო ყავდა და არც არავინ და პეტრესი ნამდვილად შემცდარია, შინაგანად უარყოფილი და როცა იოანემ დაინახა პეტრეს უთხრა, იცის პეტრე რა მდგომარეობაშია და ამ დროს პეტრე უკვე შემოისხამს შესამოსელს და მიდის ქრისტესთან და აი ეს გააზრება რაც ჰქონდათ მათ ერთმანეთში ეს გააზრება როდესაც ექნებათ ადამიანებს ერთმანეთში ამ დროს რა თქმა უნდა ადამიანები ერთმანეთს არასდროს არ უარყოფენ და საინტერესოა ისიც რომ საერთოდ ჩვენ ვიცით რომ სწავლები და ღმერთს რო დაინახავ პირდაპირ შენ მიდიხარ ღმერთთან და გინდა რომ ღმერთთან მიხვიდე მაგრამ ესე არ არის იოანეს შემთხვევაში იოანემ რო ღმერთი დაინახა მას უნდა რომ პეტრე მივიდეს ღმერთთან ეს არის კიდევ ღმერთის დანახვის საზომი თუ შენ ღმერთს დაინახავ აუცილებლად გინდა რომ მეორე ადამიანი მივიდეს ღმერთთან შენ კი არ მირბიხარ ღმერთთან და სხვები კი არ გავიწყდება არამედ გინდა რომ სხვები მივიდნენ ღმერთთან რასაც აი პავლე მოციქული ამბობს რომ ოღონდ მთელი ისრაელი იყოს ქრისტესთან და მე არაო ეს არის განცდა საერთოდ ღვთისმხილველი ადამიანის მას იმდენად უყვარდება კაცობრიობა და იმდენად უყვარდება ადამიანი რომ უნდა რომ ყველა ღმერთთან იყოს ესეც არის სიყვარულის ერთ-ერთი საზომი რომ აი რო არ უარყო ადამიანი მაშინ ღმერთს უნდა ხედავდე იოანესნაირი უნდა იყო
და ესეთები არის, აი შემთხვევით არ არის ისიც, რომ იოანე მოციქული გამორჩეულია თავისი ღვთისმეტყველებით, თავისი აი იოანეს ახარება გამორჩეულია ღვთისმეტყველებით, შემდეგ მისი გამოცხადება, საუბრობს მეორედ მოსვლაზე და ისეთ სიღრმეებს ღვთისმეტყველებისაც წუდება, რასაც ერთ-ერთი მოციქული ვერ ჩაწუდა და ესეც იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ესეთია, ის უფრო მეტ სიღრმეებში შედის ღმერთის შემეცნების და ის უფრო მეტად ემსგავსება შემდეგ ღმერთსაც. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო ესეთ ლამაზი საუბრისათვის და რა უნდა გააკეთოს მამაო ადამიანმა, რომ აი გონება ისე გაეწმინდოს, რომ სწორად დაინახოს ღმერთი, იმიტომ რომ ჩვენ სულ ყოველთვის ხედავთ იმ ღმერთს, რომელიც გვაწყობს ჩვენ. ანუ აი ნებისმიერი ადამიანი რომ გახედავ ეს აი სადაც არ უნდა იყო. ერთადერთი რწმენაა მართლმადიდებლობა, რომელიც არის სწორი და მართალი, მაგრამ აქაც გვაქვს ჩვენი რაღაცა მინუსები, პიროვნებებს კონკრეტულს, რა თქმა უნდა, მე თვითონ იმას არ ვეხები, სწავლებას კი არა, ჩემ პიროვნებაზე ეს სიტყვაზე მე რომ რაღაც აუ აქ აი მე მგონი აი აქ აი დამithმობს. რაღაც ის მომენტები არის, რომელიც ჩემ თავზე ვირგებ. ადამიანი რა იქ როგორც ლიბერალი, ისე რადიკალი და ასე შემდეგ. ირგებენ თავისე. როგორ უნდა გავაკეთოთ მამაო, რომ აი სწორად, იმიტომ რომ ეს ადამიანები ფაქტიურად უბრალოდ თვითონ რო აწყობთ, იმიტომ ამბობენ რომ სიტყვაზე აი ეხლა ეს მართალია, ან ეს რაღაცა ესე არის, ან ესე იქნება. აი რა არის სწორი ხედვა მამაო, ამ შემთხვევაში აი როგორ აი ტვინი რა ფორმაში უნდა იყოს თან აი თუ შეიძლება თუ გეტყვით ბოდიში. აი ერთი მწერალი ამბობს ასეთ სიტყვებს, კარგ სიტყვებს ამბობს, საინტერესო სიტყვებს, რომ მე გთავაზობთ ჩემს აზრებს ისე როგორც მწამს და არა ისე როგორც უნდა მწამდეს. ანუ ამით იმას ამბობს, მე დღეს ესე ვხედავ, ესე მწამს და ამას გეუბნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალაც ესე ვიქნები. ხვალაც ესე მწამდეს იქნება. შეიძლება ხვალ შემეცვალოს აზრი, შეიძლება სხვანაირად ვიფიქრო ხვალ. მართლმადიდებლობაში საერთოდ როგორც აი ღმერთი მიუწვდომელია, აი ეს კიბე ღვთისკენ მიმავალი მიუწვდომელია, მას არ აქვს დასასრული. და როდესაც ადამიანი მიდის ამ კიბეზე ადის და ღმერთს უახლოვდება, თავისთავად მისი ხედვა იცვლება. აი კიბის მეოთხე საფეხურიდან სხვანაირად ჩანს, ხო სამყარო და მეათე საფეხურიდან სხვანაირად ჩანს. ის როდესაც მეოთხე საფეხურზე დგახარ და ამბობ რომ ეს ესეთია სამყარო, ესე ვხედავ, ეს მართლა ესეთია ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მეათე საფეხურიდანაც ესე ჩანს. შენ თუ ამაღდები სხვანაირად დაინახავ და აქ არის თავარი ისიც რომ აი მეათე საფეხურზე მდგომი და მეოთხე საფეხურზე მდგომაც ერთმანეთს გაუგოს. ამიტომ აი დიდი მამები გამოირჩეოდნენ იმით რომ ხედავდნენ რომ ვიღაც ესე დიდად ვერ ხედავდა, მაგრამ ამის გამო კი არ კიცხავდნენ, არამედ მოუწოდებდნენ. და ის ვინც მეოთხე საფეხურზე იდგა, ისიც მიიწევდა ყოველთვის წინ და წინ. პავლე მოციქული რო ამბობს, წინ მივიწევი და უკანას დავივიწყებ. ანუ წინ მივდივარ და ყველაფერს უკანას ვივიწყებ, ეს იმას ნიშნავს, რომ წინ იმდენად დიდი გზაა ღმერთში, რომ ეს ყველაფერი უკანა დამავიწყდება. იმდენად დიდ ღმერთში მივემართები წინ და წინ და აი ასე, როდესაც ვიცით რომ ღმერთი მიუწვდომელია, აი ამ მიუწვდომელ ღმერთში რა თქმა უნდა, რაც უფრო წინ მიდიხარ გეცვლება შენ ღვთის მიმართებაში განცდაც და ხედვაც და ერთადერთი რაც უცვლელია მარადისობაში და რაც არ იცვლება, ეს თავისთავად არის ღვთის დოგმატები, ეს არის სამება, ეს არის ქრისტეს ორი ბუნება, რაც რის მიმართებაშიც არასოდეს ცვლილება არ ხდება, მაგრამ თვითონ საქციელი დაზროვნებით ადამიანი რა თქმა უნდა იცვლება, იმიტომ რომ ადამიანი იზრდება საერთოდ. აი დღეს აი თუნდაც ჩვენ ცხოვრებაში, ხო, ყველა ადამიანმა თავის პირად ცხოვრებაში რო ნახოს ის რომ ერთი წლის წინ ფიქრობდა რაღაცას, დღეს უკვე ესე არ ფიქრობს. დღეს უკვე რაღაცას განსხვავებულად ფიქრობს და ამ დროს მაშინ დღეს ისიც უნდა იფიქროს, რომ შესაძლებელია ხვალ კიდევ განსხვავებულად იფიქროს და ამიტომ დღეს არ უნდა გაიჭედოს ესე რომ თქვა ამ თავის აზროვნებაში, არ უნდა თქვას რომ ეს გინდა თუ არა ესეა. ხო, იმიტომ რომ რაც უფრო ვითარდება აი ფერისვალების დღეც არ არის შემთხვევით რომ ფერისვალება ნიშნავს ეს მარადიული ფერისვალებაა რომ ადამიანი უფრო მეტად ვითარდება. აი დღეს რა ნათელიც პეტრემ დაინახა. აი უკვე სულთმოფენობისას უფრო დიდად განიცდის ამ ნათელს. სულ სხვანაირად ხედავს, უფრო წინ წაიწია ღმერთში და ასე ადამიანი ღმერთში რო იზრდება, თავისთავად იცვლება და თუ არ იზრდება ადამიანი და ჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სულით მოკვდა. მაგრამ რო ტყუდება ადამიანი, თუ არის რაღაცა, მე ვიცი რომ აი ძალიან რთული არის და მე არ ვიცი ხა აი ესეთი მე ძალიან ძნელი არის ამის გამოსწორება, მაგრამ როგორ უნდა მიხვდე როცა ტყუდები ადამიანი? აი თვითონ შენ წმენაში და
ანუ არაკეთებ იმას, რაც შენ გინდა კი არა, არამედ აკეთებ იმას, რაც ღმერთს უნდა. აი, როგორ უნდა მიხვდე იმას, რომ რაც კეთდება, შენ რო გინდა ის კი არა, ღმერთს რო უნდა ის კეთდება. ამის თქოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტყუდება და ვერ ხვდება თან, აი წინ უდებენ ხოლმე ის თქვა, ეუნები რომ აი ეს არის სახარება, ეს ვერ ხვდება რა. აი რაცა უნდა ელაპარაკო, ნუ გონია ის რომ თეთრი არის მწვანე და უბრალოდ აი ვერ შთაგონებ რა და აი ეს აი რამე ნიშნები თუ არის ან რაღაც ისეთი აი თქვენ ახლა გამოცდილება გაქვთ რაღაცა მოძღვარი ბრძანდები და რომ მოდიან აი რითი უნდა მიხვდეს მამაო თვითონ თუ მიანიშნებთ აქედან ადამიანს როცა ცდება აი ამ შემთხვევაში კონკრეტულში თვითონ მართლმადიდებლებზე მაქვს ლაპარაკი სექტებზე და იმას აღარ გულისხმობ სხვა სარწმუნოებებს სიტყვაზე უბრალოდ მართლმადიდებლებზე მაქვს ლაპარაკი რომ შიგნით თვითონ რო ხიბში არიან ამ თემაში და რო რაღაცაში ცდებიან მაგრამ ვერ აჯერებს ვერავინ აბსოლუტურად. აი ამ შემთხვევაში რაღაც ნიშნები არ არის მამაო თუ შეიძლება რომ ურჩიოთ. საერთოდ ორნაირი შეცდომა არსებობს. ჩვენ ყველანი შეცდომილები ვართ ამ ქვეყანაზე, რომ დავიბადეთ, ეს არის უკვე შეცდომილი სამყარო. ანუ აქ ჩვენ ვიბადებით ამ ცოდვილ სამყაროში, ამ შეცდომილ სამყაროში და თუ გაიაზრა შეცდომილმა ადამიანმა, აი ეკლესიაში მივდივართ, ხო, რატომ მივდივართ? იმიტომ რომ შეცდომილები ვართ. გავიაზრეთ ის რომ შეცდომილები ვარ და თუ ადამიანმა გაიაზრა რომ ის შეცდომილია, ამ დროს ადამიანი გამოდის ამ შეცდომიდან. მაგრამ აი შეცდომილი ადამიანი, რომელიც ვერასდროს ვერ იაზრებს, რომ ის შეცდა, აი ეს ადამიანი ვერასდროს ვერ გამოდის შეცდომიდან და უბედურება ის კი არ არის, რომ შეცდომილები ვართ, არამედ უბედურება ის არის, რომ აი ამ შეცდომას ვერ ხედავთ. იმიტომ რომ თუ გავიაზრებთ ჩვენ შეცდომას, მაშინ თავისთავად შეცდომიდან გამოვალთ და ისევ აი დავაკავშირებდი ამას დღევანდელ დღესთან, რომ აი რაც შეეხება აი ლოცვის ხიბლი, ხშირია ეს, რომ აი ადამიანი ხიბლში ჩავარდა ლოცვის დროს და ადამიანს ხიბლი ემართება და სინამდვილეში ის არ ლოცულობდა სწორად. მას სწორად ვერ გაიაზრა, შეცდომილია და თავის შეცდომას ვერ ხედავს, თორემ მას რო გაეაზრებინა სწორად თავისი შეცდომა, ის ხიბლში არ ჩავარდებოდა. აი თუ ლოცვის დროს, აი ისევ ნათელს ეხება ეს ისა და მაგიტომ ვიტყვი რომ ფერისვალებაა დღეს ესე რომ ვთქვა ნათლის დანახვის დღეა და როდესაც ადამიანი ლოცვას იწყებს და ფიქრობს რომ აი ნათელი უნდა ნახოს, ამ ადამიანმა არ იცის, ამ ადამიანს არ ესმის რას აკეთებს. იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ესეთი მაგალითი, სამსჯავროზე მიყავთ ადამიანი დამნაშავე, რომელმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინა. და ესე დროს ეს დამნაშავე ფიქრობს, რომ აი სამსჯავროზე ხა მე რო დამაყენებენ მეფის წინაშე, მეფემ გვირგვინს დამადგამს. და მიდის იმ აზრით, რომ მეფემ გვირგვინი უნდა დაადგას. აი ეს არის უკვე ხიბლი, როგორ დაგადგამენ გვირგვინს, როდესაც შეცდომა გაქვს ჩადენილი. შენ იმას კი არ უნდა ფიქრობდე, რომ გვირგვინი უნდა დაგადგან, საიდან მოგაქვს ეს აზრი, შეცდომილი ხარ, დამნაშავე ხარ და შენ იმას უნდა ფიქრობდე, რომ აპატიონ ჩემი შეცდომა. და ამ დროს საერთოდ და აზრადაც კი არ დაგებადება ის, რომ გვირგვინი გეკუთვნის. და როცა მიხვალ და პატიებას ითხოვ, ამ დროს გულმოწყალე მეფემ შესაძლებელია გვირგვინი დაგადგას. და ღმერთი სინამდვილეში ვიცით როგორი მოწყალეა და დაგადგამს გვირგვინს, იმიტომ რომ სწორად მიხვედი ღმერთთან და სწორად გაიაზრე და როცა ლოცვის დროს ნათელს ეძებს ადამიანი და ფიქრობს რომ აი ხა ნათელი უნდა ვნახო, ეს არის ადამიანი, რომელიც ლოცულობს დამნაშავეა, მაგრამ დამნაშავე თავს არ გრძნობს. სინამდვილეშია დამნაშავე, მაგრამ თავს არ გრძნობს და გონია რომ იმ ნათლის, იმ გვირგვინის თავზე დადგმის ღირსია და ესეთი ადამიანები ვერ გამოდიან მდგომარეობიდან და ის ვინც სწორად ლოცულობს, ის ვინც სწორად ხედავს საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომას გაიაზრებს, აი ესეთი ადამიანი თავისთავად გამოდის ამ მდგომარეობიდან და აქაც მთავარი ის არის, რომ აი მე რო დავინახო ჩემი პირის სახე, ჩემი შესამოსელი, აუცილებლად აი თუ მე როგორი სამოსი მოსია, აუცილებლად უნდა ვიყო ნათელ ოთახში, აქ უნდა იყოს სინათლე, იმიტომ რომ აი ნათლის გარეშე მე ვერ დავინახავ რითი ვარ შემოსილი და მე რომ ჩემი პირის სახე დავინახო, აუცილებლად წმინდა სარკეში ჩავიხედო და დაუზიანებელ სარკეში. და ის მე სწორად დამანახებს მე როგორი ვარ და აი ეს დაუზიანებელი და წმინდა სარკე ეს არის ქრისტეს სწავლება, ეს არის ღმერთი და აი როცა ღმერთში იხედები სწორად, აი იმ სწორ ღმერთში, აი არა შენი შექმნილი ღმერთი, არამედ ის რაც ქრისტემ თქვა, აუცილებლად დაინახავს შენ სახეს.
თუ როგორი ხარ შენ და როდესაც ქრისტეს მიახლები, მის ნათელს მიახლები, აუცილებლად ის ნათელი დაგანახებს როგორი ხარ შენ და აი ამ დროს ხედავ თუ შენ ვინ ხარ და როგორი ხარ და იმისთვისაც ეხლა მე წინ რომ ვახსენე რომ საკუთარი თავი დავინახოთ, საკუთარი თავი შევიცნოთ, რომ ჩვენ შეცდომილები ვართ, ამისთვის ისევ აუცილებელია რომ წმინდა წერილს მივმართოთ. და ესეც ისევ ქრისტეშია დასანახი და ისევ ქრისტე დაგვანახებს ამას. ძალიან დიდი მადლობა მამაო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. სამწუხაროდ მამაო, ჩვენი დრო ამოიწურა და მე აუცილებლად მინდა რომ გამოვაცხადო დღეს ესეთი ლამაზი თემა იყო და აუცილებლად მინდა გამოვაცხადო ისეთი რაღაც რომ ვაპირებთ ესეთ რაღაცას, რომ აი სექტემბრიდან დავიწყებ ამ პროექტს, რომ ის სასულიერო პირები, ვინც გარდაიცვალნენ და ვისაც რაღაც ოჯახები დარჩა, რაღაცა ისე, მინდა რომ მათი გახსენება ყოველთვის იყოს აქ ეთერში, ამ ეთერში და სექტემბრიდან რაღაც საათს დავიმატებთ კონკრეტულს და აუცილებლად იქნება ხოლმე იმ სასულიერო პირების მიმართ გამოხმაურება და მინდა რომ ამ ბოლო წლებში, ვინც გარდაიცვალნენ 10-ული, 20-ული წლებია, ის ადამიანები არ მივივიწყოთ და აუცილებლად ყოველთვის რამე თუ დასჭიროთ რაღაცა, აიქიდან ყოველთვის გავაშუქოთ ხოლმე მათი ავიცი რაღაცა ჩანაწერები, ქადაგებები თუ რაც იქნება მათი ოჯახის წევრები მოვიწვიო ხოლმე და ვასაუბრო მათზე თუ ამხელა რაღაც აკეთებენ, იმიტომ რომ არ ჩანს კიდე და მინდა რომ ეს ყველაფერი გამოვიტანოთ და რა ვიცი, ეს ადამიანები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ამის გამო რა ვიცი შეგიძლია დამიკავშირდეთ და რა ვიცი, ყველას მივიღებ, ვინც არიან, რა ვიცი, მათი ისინი, კარგი იქნება თუ გავიხსენებთ ბევრ სასულიერო პირს და დავიმატებ აუცილებლად ერთ საათს და ყოველთვის იქნება ხოლმე ეს სექტემბრიდან დავიწყებ ამას აუცილებლად, ხოლო მამა დოროთე გვეყოლება სამშაბათს მომდევნო და ძალიან საინტერესო თემით იქნება და მამა დოროთე ყურაშვილი მოგენატრათ, ვიცი, ძალიან ხშირად წერთ ხოლმე და სამშაბათს საღამოს 9-ის ნახევარზე დაგიბრუნდებით. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა არქიმანდრიტი ილია თოლორაია გახდა ჩვენი სტუმარი. დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მობრძანებისათვის და რა ვიცი, ძალიან საინტერესო ეთერი გამოვიდა და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. დაგიბრუნდებით სამშაბათს საღამოს 9-ის ნახევარზე და თუ შეგიძლიათ რომ ინტერნეტით არამედ დამიკავშირდეთ, ვისაც ყავთ სასულიერო პირები გარდაცვლილი ან სურათები რაღაცები მომაწოდოთ აუცილებლად რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და აქ გავუშვათ ერთ ლამაზ იმას გავაკეთებ, ყოველთვის დაუთმობ ხოლმე ამას დროს. კარგად ზანდებოდეთ სამშაბათს საღამოს 9-ის ნახევარზე დაგიბრუნდებით დროებით.